რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე დაიწყებს თუ არა პროკურატურა ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ გამოძიებას სამშობლოს ღალატის ბრალდები და დაინტერესდება თუ არა გამოძიება ფარცხალაძის ქონებით, საბანკო ანგარიშებით და საქმიანობით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებს უმძიმესი საფუძველი აქვს, რაც ხელისუფლებას ავალდებულებს ფარცხალაძის მიმართ გამოძიება დაიწყოს. იურისტები ასახელებენ მუხლსაც და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლი, რომელიც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გუგა მაისურაძე ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. გისმენთ გუგა. უკვე 16 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო ხაზინამ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე FSB-ს გავლენის აგენტად დაასახელა, თუმცა ქართული ოცნების სპეცსამსახურები და ის უწყებები, რომლებიც წესით პასუხისმგებელი არიან, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, ამ დრომდე დუმა, ყოველ შემთხვევაში მე ვეტყვი მაყურებელს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს 319 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციის სტრულ საქმიანობაში დახმარებას. ასეთი მუხლით ჯერ არ აღუზრია საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც წესით პასუხისმგებელია ასეთი საქმეების სამართალ წარმოებაზე და ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე არის ხელშეუხებელი, როგორც ჩემი კოლეგის განისმენდით, როგორც მისი დაცვის წევრი ამტკიცებს, ის საქართველოში იმყოფება, ანუ გამოდის, რომ FSB-ს აგენტი, რომელიც ამერიკამ დაასახელა ამ ჯაშუშობაში, იმყოფება საქართველოში და ამ დრომდე ქართული ოცნების შესაბამისი სამსახურები ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ და ის იმყოფება თავისუფლებაზე. ჩვენ ბუნებრივია დღეს განმავლობაში ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ უფრო მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ველაპარაკეთ ქართული ოცნების ყოფილ წევრებს, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ფაქტი და მოცემულობა არის ასეთი, რომ ქართულმა ოცნებამ გუშინ პროპაგანდისტულ არხ იმედის ეთერში მოიხსნა უკვე პასუხისმგებლობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ. ისინი ამბობენ, რომ 10 წელია რაც მას საჯარო სამსახურთან შეხება არ აქვს და ის მან გადაინაცვლა კერძო სექტორში, შესაბამისად ეს განცხადება სხვადასხვანაირად აღიქმება. ნაწილი თვლის, რომ ამით დასრულდება უბრალოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობის წილი, ისინი არ დაიწყებენ გამოძიებას, თორემაც ნაწილი თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაიწყება ფორმალური გამოძიება, არაფერი გამოვლენილი არ იქნება, როგორც ეს ქართული ოცნებას ჩვევია და აი ასე გავა ქართული ოცნება ფონს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ძალიან სერიოზული და ძალიან მძიმე ბრალდებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ პირველი ფორმულირება ჩამოაყალიბეს უკვე, რომ დიდი ხანია არავით არის შეხება არ აქვს და არ მგონია, რომ რამეზე ან გამოძიებაზე ან რამეზე წავიდნენ საერთოდ ამის იქით. ან მგონია ასევე სიმართლე რომ გითხრათ, რომ გადაეფარებიან ამბრაზურასავით. არც ეს არ მგონია, შეიძლება მე ვცდებოდ. მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურ და ქმედით პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას. ამის განცდას მიტოვებს ის განცხადებები, რომელიც უკვე მოვისმინეთ, რომ აი 10 წელია ის ხელისუფლებასთან აღარ არის არანაირ კომუნიკაციაში, ანუ ერთგვარად მასზე მოიხსნა ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა. თავარი არის რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე საქართველოს უშიშროების სამსახურს, რომელიც დაკავებულია ჩვეულებრივი ადამიანების, ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეების თვალთვალით, მიყურადებით, დევნით. რა პასუხი აქვს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის FSB-სთან თანამშრომლობის შესახებ. ეს არის თავად და გასაკვირვებელი, იმიტომ რომ ინსტიტუციურად პრობლემა ეს არის. ფარცხალაძე აღარ არის საქართველოს პრობლემა, საქართველოს პრობლემა არის სუსი, რომელიც ვერ ახერხებს ამ ტიპის პრობლემებთან გამკლავებას. ეს ადამიანი, ბატონი ფარცხალაძე, მუშაობდა რუსეთის სპეცსამსახურების და რუსეთის ინტერესების შესაბამისად საქართველოში. მას გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე და ქართულ პოლიტიკაზე, ხომ? ანუ ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჰქონდა ეჭვები და გარკვეული ინფორმაციაც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა კავშირები რუსეთთან, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია და ცხადია, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებში არის ის, რომ გამოავლინოს ყველა ის აგენტი და აგენტურული ქსელი, რომელიც ჩვენს მტრებს ემსახურება. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძე FSB-სთან ერთად ცდილობდა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო ზეგავლენის
მოხდენად, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას, მისი უსაფრთხოების დასუსტებას და დასუსტების მცდელობას, რაც პირდაპირ მოცემულია საქართველოს ცეცხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლში და მუხლის სათაურია მტრულ საქმიანობაში უცხო ქვეყნისთვის დახმარება. ფაქტია, რომ შემადგენლობა სახეზეა, ფაქტია, რომ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე უნდა აწარმოებდეს, თუმცა თუნდაც ფორმალურად მისი დაწყების შემთხვევაშიც კი არანაირი იმედი, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება არ არის. ფარცხალაძის შემთხვევაშიც უკეთესი და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ აქ უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს გამოძიების შედეგად და ამ ადამიანმა, რა თქმა უნდა, თუ კი ეს უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხებოდა დადგება ასე სამართლებრივი კუთხით საკითხი, რა თქმა უნდა ააგოს. მაგრამ სამწუხაროდ სისტემა, სამართლებრივი სისტემა, მთლიანად ეს იქნება პროკურატურა თუ სასამართლო, ასე დროს მუშაობს ხოლმე ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ და ალბათ მის ინტერესია, რომ ფარცხალაძე დაიცვა. ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ქართული ოცნება 11 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში არის ხელისუფლება, რომელმაც ვერ გამოავლინა რუსეთის აგენტი ან აგენტურა 2016 წელს შეიქმნა უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის პირდაპირ მოვალეობაც ასეთი საქმების აღმოფხვრა და გამოძიება და ახლა მათ შეუძლიათ რომ გატეხონ ეს ნავსი, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ოთარ ფარცხალაძე არის FSB-ს გავლენის აგენტი, რომელიც მუშაობდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და რუსეთის გავლენების გაზრდისთვის. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ყველანაირი ლოგიკური ვადა გავიდა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე, კონკრეტულად 319 მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის სრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, თუმცა როგორც გითხარით, გრიგოლ ლილუაშვილის უწყება ამ შემთხვევაში უმოქმედოა ყოფილი გენპროკურორის წინააღმდეგ.